ჯობათ მეგობრებო, დღეს გესაუბრებით ტარიფებთან დაკავშირებით. ასე იგი, შემოიღო დონალდ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ შემდეგი სახის სავაჭრო ტარიფები, ეს შეეხო თითქმის მთელ მსოფლიოს 185 ქვეყანას. ყველა საინტერესო არ არის ჩვენთვის და განსახილველად, მაგრამ ძირითად ქვეყნებს გამოყოფ და ესე გავუყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ ცოტა გასაკვირი რამც მოხდა. ამას მოგახსენებთ ცოტა მოგვიანებით, ეხლა დავიწყოთ ქვეყნების ჩამოთვლა. ვის რამდენი შეხვდა ტრამპისგან, ესე იგი, ჩინეთს 34%, ევროკავშირს, European Union 20%, აქვე სიაში ატომად არეული აქვს, ვიეტნამი მოდის მესამე ადგილზე, თუმცა ნუ ეხა ეს პირობითი სია, 46%, საუცხო მოცულობის სატარიფო პოლიტიკა, აქ ესე იგი, რო წარადგინა ეს ტარიფების სია, პირველ გრაფაში იყო ის ტარიფი, რითიც იბეგრებოდა ამერიკული პროდუქცია კონკრეტულ ამ თუ იმ ქვეყანაში და ნუ შემდეგ მეორე გრაფაში მოდიოდა უკვე ამერიკელების მიერ დაწესებული ტარიფები. უпростоრეთ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები, ეს უპრიანი იქნება ესე ვთქვათ. და ირკვევა, რომ ამერიკული პროდუქცია თურმე ვიეტნამის ბაზარზე შედიოდა იბეგრებოდა 90%-ით, არ ვიცი ამდენ მართალია, მაგრამ ნუ იქ ესე ეწერა და ესეც ბუნებრივია იგივე მასალაა. მოკლედ 46% დაიბეგრება ვიეტნამური პროდუქცია და შეგახსენებთ, ხა ამერიკაში მაგალითად აქ ძალიან ბევრი რამ არის ვიეტნამში ნაწარმოები. ფაქტობრივად ფართო მოხმარების პროდუქცია, როგორც ჩინური, მეორე-მესამე ადგილზე მოყვება ხოლმე, ნუ მექსიკასთან ერთად ინაწილებენ ამ მეორე-მესამე ადგილს ვიეტნამელები, მაგალითად სამაგიდე ესეთი მინი ფლაგშტოკი ამერიკული რომ ნახოთ, თავის ფეხით ესეთი ლამაზად გაკეთებული, გადმოაბრუნებთ და დიდი ალბათობით ეწერება Made in Vietnam. და შეგახსენებთ ახალგაზრდათაობას, რომ ეს ის ქვეყანა, რომელსაც 60-იან წლებში 10 წლის განმავლობაში ამერიკელები აუთავებდნენ, ნაპალმით აუთავებდნენ. ნაპალმი არის ესეთი სახის დაბომბვა, როცა ყუმბარებთან ერთად, ანუ თხევადად გაჯერებული, საწვავ გაჯერებული ყუმბარებია და მოკლედ თვითონ როცა გადაიფრენ და ეს ყუმბარები რო ცვივა, ეს ერთგვარ ცეცხლის კვალს ტოვებს. ტოვებს ისეც კი არა, რომ დაუშვათ აი ნაკვალევი არამით საშინელ ხანძარს აჩენს. განუსაზღვრელი რაოდენობის ტემპერატურა იქნება იქ და ფაქტობრივად არაფერი ცოცხალი და მოძრავი იქ ვეღარ გადარჩება. გარდა იმისა, რომ ამას აფეთქებები მოყვებოდა. მოკლედ ხა რამდენ დაგიხსენეთ ნაპალმი, ნუ ესეა. და 10 წლის განმავლობაში ამერიკელები ვიეტნამელებს აუთავებდნენ. ნუ შემდეგ მორიგდნენ, გავიდა მრავალი წელი და აი ამერიკაში მაგალითად ამერიკის დროშა უკვე ვიეტნამშია წარმოებული. არის აგოთე Nike-ის ბოტასი მე მინახავს აქ ამერიკაში, რომელიც ვიეტნამშია წარმოებული და კიდე სხვა მრავალი. მოკლედ ვიეტნამელებს წილად ხვდათ 46% სატარიფო პოლიტიკიდან გამომდინარე. მე არ ვიცი ვიეტნამელები როგორ შემოიტანენ აქ თავის მიერ ნაწარმოებულ პროდუქციას, იმიტომ რომ ზუსტად იმიტომ იყო იგივე ამერიკის დროშა, იმიტომ იწარმოებოდა სამაგიდეს გულისხმობ. შესაძლოა დიდი დროშებიც იქ იწარმოება, არ ვიცი. იმიტომ იწარმოებოდა, რომ მუშახელი იყო იაფი და კაპიკები ჯდებოდა. ნუ შესაბამისად მე შემოდიოდა ამერიკის ტერიტორიაზე და ახაც კაპიკები ღირდა. ნუ პირობითად $2-3, ნუ სამაგიდე დროშა. ეხლა არ ვიცი რა იქნება, როგორ იქნება, ვიეტნამელები ალბათ ცოტღის ჩავარდებიან. აი, იგივე ტაივანი, ნუ ტაივანის პრობლემები იცით ჩინეთთან დაკავშირებით და ტაივანს დაუწესეს 32%. შეგახსენებთ, რომ ტაივანიდან ძირითადად შემოდიოდა ნახევრად გამტარები, ანუ ეს მიკროსქემები. ტრამპმა წელს მოახერხა პირველი თვის თავზე, რომ ტაივანიდან გადმოიტანა საწარმო საშუალებები და აქ სამხრეთ შტატებში, ერთ-ერთ შტატში აღარ მოსმენ, მგონი ინდიანა და დაიწყეს
ამ მიკროსქემების წარმოება. მაგრამ სანამ ის წარმოება გაეშვება, ეს ხომ ერთი დღის საქმე არ არის. ტაივანიდან შემოსული პროდუქტები ასევე ძალიან მრავალფეროვანი, იმიტომ რომ მენდეთ ყველაფერი, რაც კი არის ფართო მოხმარების, რომ შედიხართ და ფართო მოხმარების მაღაზია რომ ჰქვია, აქ ესე ეძახიან 99 cents, ანუ 99 ცენტი. თუ გახსოვთ, ადრე საქართველოში იყო თბილისში dollar store ერქვა, ისიც ამერიკული ტრენდი იყო, ანუ აქაც დღემდეც არის dollar store-ები. შემდეგ გადავდივართ იაპონიაზე. იაპონიას წილად ერგო 24% და დღეს განსაკუთრებით ახსენა, მოვადიეთ. განსაკუთრებით ახსენა, რომ იაპონურმა ავტომობილებმა წალეკა ამერიკის ბაზარებიდან მართალია, იმიტომ რომ მეც Toyota Camry დავდივარ, მოძრაობ უბრალოდ და აი სახელოვანი ყვითელი ტაქსები თუ გახსოვთ, ძველი კადრები, ძველიც არა 90-იანები, 2000-იან წლებში ჯერ კიდე აი ეს Ford-ები და Lincoln-ები, ესე იგი ეს იყო ნიუ-იორკის საბრენდო ნიშანი იყო. ყვითელი ტაქსი. აი ეს ამერიკული ავტომობილები ჩაანაცვლა Toyota-მ, პირადად Toyota-მ. და შემდეგ იქ კორეული ნაწარმით შეელია ახლა ბოლო 2 წელიწადში და ასე შემდეგ, მაგრამ ძირითადად 90% მართლა Toyota. და ამბობს რომ მოკლედ Toyota-მ წაგვლეკაო. და ეს ის ქვეყანა, რომელიც ყოველ შემთხვევაში ბაიდენის დროს 4 წლის განმავლობაში სიყვარულზეც მოფასიფიცებოდნენ ამერიკელებს და მათ შორის ძნელწარმოსადეგი იყო თუ რამე მსგავსი მოხდებოდა, მაგრამ მოვიდა ტრამპი და ეს ყველაფერი შეიცვალა. ეს რას ნიშნავს? ერთ-ერთ წინა ვიდეოში ვახსენე, რომ Honda-მ ასევე ინდიანას შტატში დაიწყო დიდი ქარხნის მშენებლობა. როგორც ამბობენ, Honda-s ბრენდში ყველაზე დიდი ქარხანა იქნება. როგორც ჩანს, ან იაპონელები დატოვებენ ამერიკის ბაზარს, რაც წარმოუდგენელია, ან Toyota-ს მსგავს გზას დაადგება. შემდეგ ინდოეთია, ინდოეთი საკვირველია, მოძისთან ძალიან მაგარი მეგობრობა აქვს, რაღაც ესე იგი რამის შეფიცეს ხანგრძლივი და უკვდავი თანამშრომლობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 26%-იანი სატარიფო განაკვეთი ერგო. სამხრეთ კორეა ასევე პარტნიორი ამერიკელების ბევრ რამეში და შემაკავებელი ერთგვარად ჩრდილოეთ კორეისა და ასეთი დესანტივით ყავთ ამერიკელებს გადასმული სამხრეთ კორეა ჩინეთის მუხრუჭად იმ ზონაში და აი სამხრეთ კორეასაც ერგო 25%. ტაილანდს 36%, ტაილანდი ხლა ამერიკელებისთვის არ ვიცი ამდენ მნიშვნელოვანია. აი ევროკავშირი ხო ვახსენე და ევროკავშირს წილად ხვდა, როგორც გითხარით 20%. ცალკე არის შვეიცარია. იცით რომ შვეიცარია ერთ დროს დამოუკიდებელი ქვეყანა იყო, ნეიტრალური ბოდიში, შვეიცარია შეხვდა 31%. შვეიცარიული პროდუქტი რა შემოდის ახლა ამერიკაში? ამერიკაში შემოდის შვეიცარიული პროდუქტი, მე რაც ვიცი, მინერალური წყალი. სხვადასხვა სახის არის და ასევე არის შვეიცარული რძის პროდუქტი, საკმაოდ მაღალხარისხიანი და ისედაც ძვირი ღირდა და ეხლა თუ გავითვალისწინებთ, რომ ამას 31% დაემატება საწავო ფასი ღმერთმა უწყის. საერთოდ შემოიტანენ თუ არა აი ეგ არის უკვე კითხვის ნიშნიშკას, იმიტომ რომ ამერიკელები აწარმოებენ არანაკლებ ხარისხიანს, უბრალოდ გადაჭედილი იყო ევროპული პროდუქციით ამერიკული ბაზარი. და ზუსტად ამითი არის პირველ რიგში გამოწვეული ეს ყველაფერი, რაც ტრამპმა დამოიწყო, რომ ადგილობრივ მრეწველობას ხელი შეუწყოს. მალაზიას მოხვდა მაგრა 24%. და ანგლოსაქსის ტყავი არ დახია და ესე იგი დიდ ბრიტანეთს შეხვდა მხოლოდ 10%. და ესე იგი კისტამერი რომ გამოვიდა, თქვა რომ რას ვიზავთო ჩვენც უნდა შევეგუოთ ამ სიტუაციას და ჩვენც ადეკვატური სატარიფო პოლიტიკა განვახორციელოთ, განვავრცოთ უბრალოდ რიგ პროდუქტებზე, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ამერიკიდან. ამერიკიდან საკმარისად შედის იქ პროდუქტი, ოღონდ ვერ გეტყვით რა, დიდი ჩამონათვალი იყო როგორც ინგლისის მხრიდან, ასე ამერიკელების მხრიდან. და ძალიან უცნაური სია
განათავსეს ეხა ეგ დაზუსტება ფეიკია თუ არა და თუ ეგ ფეიკი არ არის, ნუ მაგისთვის ეხა ცალკე გადაცამის მოწყობა გამორიცხულია, მაგრამ იქნებ ამოვიბეჭდა და უბრალოდ პოსტად დავდებ Facebook-ზე. ნუ სამხრეთ აფრიკასაც კარგა გვარიანად მოხდა 30%, ბრაზილიას 10%, ანუ აინც ლულა და ინდო 10%-ით და ნუ მე სინგაპურიც 10%, ანუ ახლო უბრალოდ სამხრეთ აღმოსავლეთი ნაწილი ინტერესები აქვს ამერიკელებს და იქ მეტნაკლებად ტარიფებს არეგულირებს და ეს გამოწვეულია იმითაც რომ იმ ქვეყნებშიც ადეკვატური სატარიფო პოლიტიკა ვრცელდებოდა ამერიკულ პროდუქტზე. და ასე შემდეგ კიდევ ერთი ქვეყანა მინდა გაჩვენოთ, ხო, თურქეთი მინდოდა მეჩვენებინა, სწორედ მე თქვა, თურქეთშიც 10%-ია, იმიტომ რომ ესე იგი სალდო იგივეა, 10%-ით იბეგრებოდა თურმე ამერიკული პროდუქტი და ასევე 10%-ით იბეგრება ანალოგიურად ამიერიდან თურქული პროდუქტი. ნუ არ დაგვაუწყდეს რომ ამ სიაში ახლა კანადაში 25% დარჩა და ნუ მექსიკელებსაც 25%. ერთი პერიოდი გაუქმებული იყო, იმიტომ რომ მოლაპარაკება მიდიოდა, ტრამპს ეგონა რომ კანადელებს და მექსიკელებს დაეყოლიებდა სათავისო პოლიტიკაზე, მე გულისხმობ ნარკოტრაფიკს და უკონტროლო ემიგრაციას, მაგრამ ჯეროვანი ნაბიჯები ვერ გადადგეს ვერც კანადელებმა და ვერც მექსიკელებმა და ნუ შესაბამისად დარჩა ტარიფი 25%. აი ესეთი უცნაური რამ მოხდა. თუმცა რა არის ხა ამაში უცნაური, არც არაფერი, იმიტომ რომ ეს მოსალოდნელი იყო. და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ესეთი ეკონომიკის მინისტრი ამერიკის ხელისუფლებაში, მინისტრთა კაბინეტში დონალდ ტრამპისა, სკოტ ბესეტი და მან ეს ბესეტია ბარემ აქ გეტყვით, რომელიც უკვე სამჯერ ჩვენმა გმირმა ზელენსკიმ, ესე ვთქვათ, გადააგდო. ანუ სამჯერ შეთანხმდნენ ჩარჩო ხელშეკრულებაზე, მე გეტყვით, რომ ეს არის ძვირადღირებული ძვირფასი წიაღისეული საბადოები, სამჯერ ბესეტი ერთხელ იყო ჩასული კიევში, შემდეგ ზელენსკი რო იყო ჩამოსული ასევე შეხვდა და კიდე ნეიტრალურ ტერიტორიაზეც ბესეტის ხელდასმით, მოკლედ სამჯერ იყო ეს ხელშეკრულება მზადა, ნუ ტრადიციაში გადაიყვანა უკვე ზელენსკიმ, ეთყობა პირადი ანტიპათია აქვს რაღაცა ბესეტის მიმართ, არ უწევს ხელს. ხო და მოკლედ ეს პიროვნება ზუსტად. და სკოტ ბესეტმა დღეს განაცხადა, რომ მოუწოდა დანარჩენ მსოფლიოს, განსაკუთრებით აქცენტი იყო ევროკავშირზე, რომ დანებდით, დაგვემორჩილეთ და ყველაფერი კარგად იქნება. თუ გაამკაცრებთ ან მიიღებთ ადეკვატურ ზომებს, ჩვენ კიდევ უფრო გავამკაცრებთ სატარიფო პოლიტიკას და ბევრად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებით დაემუქრა. წარმოგიდგენიათ ხომ? ეკონომიკის მინისტრი სკოტ ბესეტი აი ესეთ რჩევას აძლევს და აქ მე მახსენდება ჩემი ახალგაზრდობის ანეკდოტი, ნუ არ შემიძლია რომ არ გავიხსენო, დანებდით და დაემორჩილეთ გამახსენდა. ესეთი ერთგვარი ვითომ ფსიქოლოგის რჩევა დადიოდა თბილისში, რომ გაუპატიურების შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს უქალმა და არაფერი უნდა დანებდეს და მიიღოს სიამოვნება. რაღაცა ამ დაგვარი ურჩია ევროპელებს და ნუ სხვა მსოფლიოს. არ მგონია რომ ეს ანეკდოტი მან იცოდეს, მაგრამ ესე გამოუვიდა. რაც შეეხება ახლა უშუალოდ სექტორებს, რომელი სექტორი დაზიანდება, დაზარალდება უბრალოდ. ავტომწარმოებელები გითხარით იაპონელებზე, იაპონურ ბრენდებზე, Toyota. მარტო Toyota-ზე არ არის ბუნებრივია დაციკლული, იქ კორეულ ბრენდებზეც იყო და მე გითხარით იქ სამხრეთ კორეაც როგორ დაატარიფა, იქ Hyundai Kia ფართოდ არის აქ წარმოდგენილი. ცოტა მცირედ არის Subaru, იმიტომ რომ Subaru-ში ინტერესი Toyota-ს აქვს, ამიტომ რაც Toyota-ს მოხდება, იგივე მოხდება Subaru-ს. და ნუ ძირითადში ხო, Honda-ს წარმოება კიდე გითხარით, სანამ ის ქარხანა ამუშავდება, Honda-ც იგივე სიტუაციაში ჩავარდება.
ცალკე პრობლემა აქვს გერმანელებს. აი მაგალითისთვის Volkswagen Group-ი, ანუ შეგახსენებთ, რომ Volkswagen ჯგუფში შედის როგორც თავად ბუნებრივია Volkswagen-ი, ასევე Audi და top ბრენდი Porsche. ამ კომპანიას ამ ჯგუფს რა პრობლემა აქვს, იმიტომ ის რომ Volkswagen-ს ქონდა კარგად აწყობილი ნახევრად კონვეიერული და ნახევრად კონვეიერული სისტემა, სათადარიგო ნაწილების წარმოება და რაღაცა ეს ყველაფერი მექსიკაში. და აქედან გამომდინარე ერთი რომ ცალკე გერმანელებს დააწვევათ ევროკავშირის სახით ტარიფები და მეორე ის კიდე რომ სათადარიგო ნაწილების წარმოება მექსიკაში და მექსიკა კიდე ცალკე არის დაბეგრილი კიდე 25%. მე არ ვიცი Volkswagen-ს რა ეშველება და ამბობენ რომ ყველაზე დიდ დარტყმას, იმიტომ რომ Volkswagen-ი მაინც როგორც ბრენდი ითვლება რომ საშუალო სეგმენტის არის, მე ვამბობ ღირებულებით ნაწილში და არ ვიცი რაღაც სტოკები არის ამერიკაში, რაღაც სტოკებზე ალბათ ფასი რომ წაიწიოს კორექტირებას მოახდენენ, მოკლედ აქ მთელი ფილოსოფია ამას დაჭირდება სერიოზული ანალიზი, რასაც ახლა დაკავებულია მთელი მსოფლიო და ამბობენ რომ Volkswagen-ი როგორც ბრენდი შეიძლება გადარჩეს ან არ გადარჩეს კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგრამ რაც შეეხება Audi-ს და Porsche-ს ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, ახლა ეს ახალი ამბებია სულ, უსმენ ბუნებრივია და თანხმდებიან იმაზე, რომ შესაძლოა Porsche და Audi-მ დატოვოს ამერიკის ბაზარი და შეგახსენებთ, რომ ორივე ამ ბრენდისთვის ძირითად ბაზარს წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატები, განსაკუთრებით Porsche-სთვის და განსაკუთრებით ელექტრო სეგმენტში. უამრავი დადის ელექტრო Porsche-ები, როგორც crossover-ები, ასევე კუპეები, ფსევდოკუპეები და Taycan მაგალითისთვის. ესეთი ამბები დაემართებათ, მაგრამ Volkswagen-ს კიდე ერთ რამეს გეტყვით Volkswagen-ზე, რომ ამ გადაიარაღება და როგორც ერთ-ერთ ვიდეოში გითხარით 800 მილიარდიანი ბიუჯეტის შექმნა, რომელიც 4 წელიწადში უნდა დამთავრდეს, ასევე გათვალისწინებული არის Bundeswehrs, ესე იგი გადახალისება, Bundeswehr არის გერმანიის შეიარაღებული ძალები, ანუ მოკლედ და Bundeswehrs გადაიარაღების პროგრამაში განსაზღვრულია, რომ Volkswagen-ის სარესურო, ესე იგი სარეზერვო ბაზები, ეს იგულისხმება საწარმო საშუალებები, სადაც ნახევრად იყო დატვირთული, ან დაუშვათ ექსპერიმენტული იყო, ტესტები ტარდებოდა და ასე შემდეგ, აი ეს მთელი ტერიტორია Volkswagen-ის აქტივები გადავიდეს სამხედრო რელსებზე. ეს რას ნიშნავს, რომ გამოუშვან მსუბუქად ბრონირებული ავტომობილები, დაუშვათ ქვეითი ჯარებისთვის ბრონირებული ავტომობილები და ამბობენ, რომ ტანკებსაც კი აითვისებენ და ტრადიცია ახლა გერმანელებს აქვთ. Volkswagen ბრენდი დიდია, იცით ვისი არის, Ferdinand Porsche-ს დაარსებულია და მეორე მსოფლიო ომის დროს საკმაოდ მოცულობით ამარაგებდნენ Bundeswehrs. მე მგონი ტანკებს ფაქტობრივად Porsche-ს ქარხანა აწვდიდა მესამე რეიხს. ხო და დაუბრუნდებიან ისტორიულ წარსულს. მედის ღირსები არიან ევროპელები, მაინც მეც არც იმსახურებენ, მე თვითონ მკითხავთ თავის შიდა თუ საგარეო პოლიტიკიდან. ეხლა კიდე გერმანულ ბრენდზე გესაუბრებით, რომელიც ტოპ სეგმენტის არის, ეს არის BMW და Mercedes-Benz-ი, ამათ უკეთესად აქვს სიტუაცია, იმიტომ რომ ქარხნებია ამერიკაში. ბუნებრივია ყველა სეგმენტს აქ არ აწარმოებენ, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება გამოთავისუფლდეს ტექნიკური რესურსი, ან დაემატოს ქარხანას და სადაც crossover-ებს აწარმოებენ, იქვე შეიძლება უკვე მსუბუქი ავტომობილების წარმოებაც. ეს როგორც გითხარით, არის BMW და Mercedes-ი. და მოკლედ საავტომობილო თემას იმიტომ განსაკუთრებით ჩაუღმავდი, რომ მოყვარული ავტომობილისტი ვარ და ახლა მე ვინც დიდი ხანია მიცნობს, ალბათ მათ კარგად იციან, სპორტული კომენტატორიც ვიყავი, ავტოსპორტი ჩემი ყველაზე დიდი გატაცებაა და მოკლედ რაც შემეძლო და სადაც გული მიმდიოდა, რომ დეტალურად ან ნახევრად დეტალურად ინფორმაცია მომეკრიფა, პირველ ჯერზე ეს ახალი ამბავია, ავტომობილებზე გითხარი და დანარჩენი კიდე
გავრცელდება ბუნებრივია სამრეწველო ქიმიაზე, რაც ასევე აქტუალურია და გავრცელდება შვეიცარულ და გერმანულ, ახალზელანდიურ და ავსტრალიურ რძის პროდუქტებზე. ამერიკაში ეს ძალიან ძვირად ღირებულია, გამომდინარე იქიდან ახლა რომ საშუალოდ ანარიცხების, დანარიცხების ხარჯით შესაძლოა 22% გაიზარდოს. მე ეჭვმეპარება რომ ეს პროდუქტი უკვე ფართოდ იყოს წარმოდგენილი ამერიკის ბაზარზე, იმიტომ რომ თვითონ ამერიკული პროდუქტი ნელა-ნელა ჩაანაცვლებს ამ ყველაფერს. აქვე ვიტყვი რომ ფასების და ბოლო 2 წელია წარმოუდგენლად არის საშინელი ტემპებით მიმდინარეობს, აი მაგალითად პირადად მე ჩემი სამხმარებლო კალათა გაძვირებულია ორჯერ და ეხლა წარმოიდგინეთ ზუსტად ორჯერ, აი მაგალითად ვსკეთყვით ნორმალური ხარისხის კვერცხი, აი ორგანიკს რომ ეძახიან $12 იღეს. 12 ცალიანი შეკვრა ესეთი, რა, ესე იგი 1 ცალი კვერცხი $1. ნუ კვერცხი იქით იყოს ფრინველი, ხორცი, რძის პროდუქტი და ასე შემდეგ უამრავია, რომელი ერთი ჩამოთვალო 100%-ით არის გაძვირებული. აი ეს ყველაფერი, რაც ტრამპმა ეხლა წამოიწყო. ეს ერთიორად გააძვირებს კიდე ყველაფერს და პრინციპში არც მალავს. პრეზენტაციის მერე თქვა, რომ ფასები გაძვირდება, მაგრამ საზოგადოება, ხალხი მზად უნდა იყოს ამისთვის, იმიტომ რომ უმტკივნეულოდ ეს ოპერაცია არ ჩაივლის, მაგრამ პაციენტი გადარჩებაო. ციტირებას ვახდენ. და შესაბამისად ეს იმას გულისხმობს, რომ რაღაც პირობითად 8-10 ან 1 წლის თავზე შეიძლება სიტუაცია გამოკეთდეს. მე ძნელად წარმომიდგენია, რომ ევროპელებმა ან იაპონელებმა აქ 1 წელიწადში საწარმოები გაშალონ და კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოება დაიწყონ. წარმოუდგენელია. ასე რომ ამერიკა დარჩება ამერიკულ პროდუქტზე. და ფაქტობრივად ეს ხალხია, ვინც ტრამპი მოიყვანა პრეზიდენტად. ესენი არიან მრეწველები, მეწარმეები, ფერმერები და ასე შემდეგ. და 1 წლის, ზუსტად 1 წელი დაჭირდება იმისთვის, რომ ბაზარი გაივსოს უკვე ამერიკული პროდუქტით. რაც რისი მიღწევაც უნდა ტრამპს და ეს პირველი ნაბიჯი გადადგა. სახალისო რამეს გეტყვით, იქ თავშიც გამოვიტანე სათაურად. ესე იგი იგივე ჩვენ სახელგანთქმულს კოდბესეს რო შეეკითხეს სატარიფო სიაში რატომ არ არის რუსეთი და ბელორუსი, ნუ მან თქვა რომ ჩვენ ამ ქვეყნებთან ვაჭრობა არ აქვს და რა აზრი იყო ამ ორი ქვეყნის ამ სიაში შეტანაო. თუმცა ყველა ექსპერტებმა იციან რომ ვაჭრობა მიმდინარეობს ძვირად ღირებულ პროდუქტებზე, ეს არის მაღალი ტექნოლოგიები, იქ არის ურანი გამდიდრებული, აქედან მიდის პლატინა, იქიდან მოდის რაღაც ნიკელის დანამატები, ეს შორტ-ტერმ სისტემა, მაგრამ ფაქტია რომ ვაჭრობა არის. ეს არ არის ხა ტოპ ვაჭრობა და რაღაც მოცულობითი, მაგრამ შეიძლება მოცულობითი არ იყოს, როგორც საქონლის მოცულობა, მაგრამ ღირებულებით ნაწილში არის ძალიან ძვირად ღირებული ურთიერთობები და აქ ექსპერტები ხუმრობენ, რომ უბრალოდ ტრამპი იმედოვნებს ვლადიმერ პუტინთან ხვალზე უკეთეს ურთიერთობას და ამიტომაც გაითვალისწინა მათი ინტერესები და არ შეიტანა ამ სიაში. ნუ მორიგჯერზე ვლადიმერ პუტინი, ნუ თავის ვექტორს აწვება და ჯერჯერობით გაზდის. და იმედს იტოვებენ რუსები, რომ ამერიკელებთან შეთანხმდებიან ისე, რომ რუსებიც კმაყოფილები დარჩენიან და ამერიკელებიც. ნუ ასეთ იმედს გამოთქვავენ. და აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ სატარიფო პოლიტიკაზე, ნუ საქართველოს სპეციალურად მოვიტოვე, გეტყვით რამდენი პროცენტია და რა პროდუქტი შეეხება, მაგრამ თემა რო ამოვწურო ეს გლობალური აქ კიდე ერთ მომენტი მენიშნა მე რომ ესე იგი ფაქტობრივად მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ შედეგი არ იდება და თუ დაუშვათ ამ სატარიფო პოლიტიკით მან ამერიკელებს პერსპექტივაში 1 წლის თავზე გაუხსნა ის რომ ამერიკული პროდუქტი ამერიკულ ბაზარზე იქნება დომინანტი, მას უკრაინის ომი ნამდვილად არ აინტერესებს. მესამე მეოთხე ხარისხოვანია, კიდევ ერთხელ ვამბობ, ირანი აქვს მოსაგვარებელი და ტაივანის პრობლემა
მეტნაკლებად. მეტნაკლებად რომ იქ ომი არ იქნება, იქ სამშვიდობოდ გადაწყდება სი ძინპინი უნდა ჩამოვიდეს ვაშინგტონში. აპრილის ბოლოს ესეა დაგეგმილი, ასე რომ ახლო აღმოსავლეთი აინტერესებს ერთი, იმიტომ რომ ირანის ბირთვული პროგრამა, იმიტომ რომ დარტყმის ქვეშ აყენებს ისრაელს, ისრაელი არის ფაქტობრივად ამერიკის შეერთებული შტატების დანამატი და შორ აღმოსავლეთში კიდე ჩინეთი და ჩინეთანაც მოაგვარებს. ამიტომ უკრაინის კონფლიქტი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ამისთვის არის მესამე ხარისხოვანი. და აი ყველაფერს ეცდება, აი რაც უფრო დრო გადის, მით უფრო წმუნდები, რომ აი ამ რიგი წარმატებების მერე თუ ეს ბუნებრივია კარგად დასრულდა, ანუ წარმატებით დასრულდა, არ არის გამორიცხული, რომ პირველ ვიოლინოთ რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინელების დასახმარებლად დატოვოს ევროპელები. ისედაც აქცევს ევროპას და თუ პირისპირ დააყენა რუსეთის ფედერაციასთან ევროპა და თვითონ ესე თქვათ ლამაზად თქვათ ეს გვერდზე გადგა, ჩათვალეთ, რომ ევროპას კარგი დღე არ უწერია. მოკლედ ყოველი მხრიდან ურტყავს. არ პატიობს იმას, რომ ამერიკული deep state-ის ნაშთი გადაბარგდა ევროპაში, არ პატიობს დიდ ბრიტანეთს იმას, რასაც ამერიკელებს ესე თქვათ ფეხს უდევენ საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, არ პატიობს გერმანელებს იმ უგუნურ პოლიტიკას, რასაც ისინი ეწევიან და მოკლედ კოლექტიურ ევროპას მაქსიმალურად ცდილობს, რომ მათზე შური იძიოს და ჯერჯერობით გამოსდის და აი დააგვირგვინებს თუ მართლა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში უკრაინელების უკან მხოლოდ ევროპელები დატოვენ. თუ ნამდვილად ვერ გაუძლებენ, რაც არ უნდა Volkswagen-ის ქარხანაში ტანკები აწარმოონ, გამორიცხული ამბავია. არ გამოვუათ ეს ამბავი. და ამიტომაც გონია, რომ სიტუაციურად ყველაზე საიმედო და ყველაზე მართებული პარტნიორი აღმოჩნდა ამერიკელებისთვის რუსეთი. ადრეც ვამბობდი და აი ლოგიკური ჯაჭვი ესეა, ხო? იმიტომ რომ სამყარო არის მიზეშედეგობრივი, ხო? და მიზეშედეგობრიობას თუ გადავხედოთ, ესე მიდის საქმე. და მოკლედ ასე იქნება, როგორც ჩანს ეს ამბავი და ეხლა ეპილოგად საქართველოს. საქართველოს ამ სიაში ბუნებრივია იყო და ესე თქვათ დაგვინდეს 10%-ით დავიბეგრეთ დამატებით. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ამერიკის ბაზარზე წილად არის წარმოდგენილი, პირველი პროდუქცია ეს არის ღვინო, მინერალური წყალი, როგორც ნაბეღლავი, ბორჯომი, ლიკანსაც პერიოდულად ხედავ ხოლმე და კონსერვები. კონსერვები რა, კომპოტები, თავად კონსერვები, ჯემები, მურაბები, ქართული წარმოებების, აი მაგალითად კულა არის, მარნეული და ასე შემდეგ. ეს არ არის მასიურად, ეს არის, როგორ გითხრათ, ეგრეთ წოდებულ ყოფილ საბჭოურ მაღაზიებში, ან რუსულენოვან მაღაზიებში, შუა აზიელებს უდევთ, რუსებს უდევთ, ქართული მაღაზიები რაც არის, მათ უდევთ. ღვინო უფრო ფართო სპექტრით არის წარმოდგენილი, ოღონდ ისიც ნიუ-იორკში მხოლოდ ბრუკლინის სამხრეთ ნაწილში, სადაც მეტნაკლებად კიდე იცნობენ ქართულ ღვინოს. რატო? იმიტომ რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის წარმომადგენლები ცხოვრობთ აქ. არ ვიცი ხა, მაგალითად $12 ღირს, მე მგონი 400 გრამიანი ტყემალი. არის მარნეულის, არის კულასი, არის სხვადასხვა არის. რამდენი უნდა გახდეს $20, არ ვიცი. არის მონატრებული და შეყვარებული ტყემალზე, ალბათ ქართველები მაინც ვიყიდით. რამდენი უნდა ვჭამოთ ის ტყემალი, ხო? კაკლის მურაბა, ჯემი და ასე შემდეგ. ეს არ არის ესეთი პირველი პრიორიტეტული პროდუქტი იმაში ჩვენს კალათაში. რაც შეეხება ღვინოს. ღვინო გაძვირდება, მაგრამ არ მგონია, რომ ქართველ ექსპორტიორებს არ აწყობდეთ, ზუსტად იმიტომ, რომ ქართული ღვინო თუ გაძვირდება 10%-ით, ფრანგული ღვინო გაძვირდება 20%-ით და იქ კიდე ევროპაში სხვანაირი აღრიცხვიანობა პროდუქტი შეიძლება 25%-ით. ამიტომ პროდუქტი გაძვირდება, მაგრამ შემოტანა აზრს არ კარგავს, იმიტომ რომ ქართული ღვინის კონკურენტებიც ასევე გაძვირდება. ქართული ღვინის კონკურენტები არიან ბუნებრივია ძირითადში სამხრეთ ამერიკული, არგენტინული ძალიან მაღალი ხარისხის ღვინოს უშვებს
ანუ არგენტინაც გაძვირებულია 15%-ია. შესაბამისად პირდაპირ კონკურენტები როგორ თქვა, მაგრამ ასევე დიდ კონკურენციას უწევს ფასშიც და ხარისხშიც კალიფორნიული ღვინო, კალიფორნიულთან ქართული წააგებს ბუნებრივია, ეხლაც ააგებს და მით უმეტეს გაძვირებული, მაგრამ გაუწევს კონკურენციას ფრანგულ, ესპანურ და იტალიურ ღვინოებს. ხა რამდენად ეს ესეთი საპირწონე არის ქართველი მეღვინეებისთვის ევროპულ ღვინოსთან ჭიდაობა და მაგის გულისთვის სამდენი თანხის დამატება რეალიზაციიდან არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ტარიფები საქართველოს შეეხება მხოლოდ ამ კუთხით. მე არ ვამბობ ვიწრო პროფილის რაღაც პროდუქტებზე, რომელიც არც არავინ არ იცის, მხოლოდ კონკრეტული დანიშნულებისა და მომხმარებლის გარდა. ის ბუნებრივია ამის არ ქმნის. მე ვამბობ აი ფართო მომხმარებაზე. ასე რომ ესეთი ამბებია დონალდ ტრამპმა ესეთი სატარიფო პოლიტიკა დაიწყო და მოკლედ არყევს თელ სოფლიოს. მე ერთ ვიდეოშიც ვახსენე, რომ არის Demolition Man, დამანგრეველი, სულ ადრე პოსტიც ჰქონდა დადებული ჩვენს Facebook გვერდზე და მოკლედ არ შევსწავლავ, იმიტომ რომ თავის ამპლუას ინარჩუნებს. და რატო ვამბობ, რომ რატო ვახსენე ახლა ესე, რომ იმიტომ რომ თუ ევროპა მართლა ამ დონემდე ჩაეფლო კრიზისში, მით უმეტეს პლუს უკრაინის შენახვა დაჭირდა, ხო? მე ეს ალბათ 4-5 წელიწადში გამოჩნდება ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც მარშალი გეგმა 2-ს შეიმუშავებს და მე ამერიკელები ისევ თავიდან აორძინებენ ევროპას, ოღონდ უკვე სხვა ინტერესებით და სხვა შემოსავლით. აი ესე იქნება ეს ალბათ. დიდი მადლობა ვინც მისმენთ, თქვენ კიდე თქვენი კომენტარები დატოვეთ, ვინ რას ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. დროებით დიდი მადლობა.